მიმდინარე სიტუაცია ნიშნავს, რომ ახლა დახმარებას ითხოვენ. ეს აჩვენებს, რომ ისინი მისიაში ჩაერთნენ მკაფიო გეგმის ან სტრატეგიის გარეშე. ეს საკითხი წინასწარ უნდა განეხილათ და შემიძლია ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლის ამოქმედების წინააღმდეგ გაგაფრთხილოთ. არაფერი შეიცვლებოდა, რადგან ამ ეტაპზე ნატოს წევრების დახმარების მოთხოვნა თავდასხმით ალიანსად გადააქცევდა. ეს ნიშნავს, რომ წევრი სახელმწიფო სხვა ქვეყანაზე შეტევის შემთხვევაში დანარჩენებს დახმარება მართებდათ. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ ავანტიურისტულია. ამიტომ აბსოლუტურად აუცილებელია გავაანალიზოთ, რა არის კონცეფცია და როგორ აპირებენ ამ სიტუაციიდან გამოსვლას. ჩვენ AfD-დან ეს თავიდანვე ვთქვით და ამის გამო ყველა მხრიდან უკიდურესად მკაცრი კრიტიკის სამიზნე გავხდით. ახლა დამტკიცდა, რომ ჩვენ სრულიად მართლები ვიყავით, როცა ძალიან მკაცრად ვაფრთხილებდით ამ კონფლიქტში კიდევ უფრო მეტი ესკალაციის წინააღმდეგ. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევამციროთ ესკალაცია და ცხადია ამერიკელებსაც არ უფიქრიათ გამოსვლის სტრატეგიაზე. აი აქ, იმაზე თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. მე არ მგონია მეხუთე მუხლი ურთიერთდახმარების ვალდებულებას გვაკისრებდეს. კითხვა ნატოზე. ცხადია, რომ პრეზიდენტი ამ საკითხზეა ფოკუსირებული. მან ომის დაწყებამდე ნატოსთან კონსულტაცია არ გაიარა, რომელიც თავდაცვითი ალიანსია. ცხადია ტრადიციულად არ მონაწილეობს პირდაპირ პრევენციულად ახლო აღმოსავლეთში. რატო იქნებოდა სამართლიანი პრეზიდენტს ნატოს მოკავშირეების დახმარების მოლოდინი ჰქონდა ნატოს მოკავშირეების დახმარებას. რაც მოხდა ამის შემდეგ? ნატოს მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნით აშშ-ზე უფრო მეტ სარგებელს იღებენ. ამ პრეზიდენტის ენერგეტიკული პოლიტიკით ნავთობის წმინდა ექსპორტიორები ვართ და რესურსები გვყოფნის, რაც პრეზიდენტ ტრამპს დადებითად წარმოაჩენს. სრუტის გახსნა აშშ-შთვის კარგია, რადგან ამყარებს გლობალურ ნავთობის ინდუსტრიას. ეს შეამცირებს ფასებს, დაეხმარება ევროპას და ნატოს მოკავშირეებს და პრეზიდენტს უნდა რომ მათ მეტი გააკეთონ. ოსტში თრუთზე დღეს დილით 7:22-ზე დონალდ ტრამპმა თქვა, თუ დავასრულებთ ირანის ტერორისტულ სახელმწიფოს და სრუტეზე პასუხისგებლობას იმ ქვეყნებს დავაკისრებთ, რომლებიც მას იყენებენ, ეს აიძულებდა ჩვენ ზოგიერთ ზანთ მოკავშირეს სწრაფად ემოქმედათ. პრეზიდენტო დონალდ ჯეი ტრამპ ღამით ჩვენი მოკავშირეების პოზიცია ჰორმუზის სრუტის გავლის თაობაზე შეარბილა. პრეზიდენტი და მისი გუნდი განსაკუთრებით მდივნები ჰექსეთი და რუბიო განაგრძობენ კონტაქტს ევროპელ კოლეგებთან და მოკავშირეებთან არაბულ და სპარსეთის ხურის რეგიონში, რათა გააძლიერონ ძალისხმევა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაეხმარონ შეერთებულ შტატებს. ეს საბოლოოდ მათთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის, პრეზიდენტ ტრამპის სხალობით. ჩვენ ენერგიის წმინდა ექსპორტიორები ვართ და ჰორმუზის სრუტე არ გჭირდება. ამერიკელებს გვინდა სრუტე ღია დარჩეს გლობალური ნავთობის ბაზრისთვის და ფასების სტაბილიზაცია და შემცირება მოხდეს. არმიას აქვს ვარიანტები გააგრძელოს ამის უზრუნველყოფა, მაგრამ პრეზიდენტი სწორად ითხოვს მოკავშირეებისგან მეტი პასუხისგებლობისა და ქმედების გამოჩენას. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პრინციპი სამართლიანობაა. ის დიდი ხანია აკრიტიკებს ნატოს, რადგან მისთვის ეს უსამართლო ალიანსია ამერიკელებისთვის, გადამხდელებსა და შეიარაღებული ძალებისთვის. პრეზიდენტი ტრამპი ნატოს მოკავშირეებთან სავაჭრო შეთანხმებებს ხელახლა განიხილავდა, რომ სამართლიანობა მიეღო ამერიკელი მუშაკებისა და ხალხისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შეერთებულ შტატებს ათასობით სამხედრო ჰყავს ნატოს მოკავშირე ქვეყნებში, ჩვენ მილიარდებს ვიხდით ამ ქვეყნებისთვის და ჩვენი ჯარები მათ ტერიტორიაზე მოქმედებენ როგორც შემაკავებელი ძალა. გარდა ამისა, პრეზიდენტს სურს, რომ ამერიკელი გადამხდელები და შეერთებული შტატების არმია სამართლიანად იქნენ მოპყრობილნი. ის თulis რომ ზოგჯერ ნატო ამაში ვერ ახერხებს და ის მართალია რომ მეც ითხოვს მათგან. განსაკუთრებით იმიტომ რომ სრუტის ხელახლა გახსნა მათთვის კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოიტანს ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეკონომიკის კორესპონდენტი პაუ კალსო ამბობს, რომ სრუტის გახსნა ინდუსტრიებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ პრიორიტეტი ამ სექტორში დასაქმებულთა უსაფრთხოებაა. დიახეს დიპლომატიური გზა, რომელიც პარალელურად სპეციალურად საზღვაო ტრანსპორტზე ზეგავლენაზეა ფოკუსირებული. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, როგორც სახელი გვარნახობს, ადგენს წესებს და მუშაობს გაეროს სხვა სტრუქტურების მსგავსად.
ამ დარბაზში ათეულობით ქვეყანაა და დღეს დილით ისინი ძირითადად განცხადებებს აკეთებდნენ, გრძელ რიგში დგებოდნენ, რათა დაეგმოთ ირანის თავდასხმები პირდაპირი ფორმით. სავაჭრო გემებზე და რა თქმა უნდა მეზღვაურებზე, რომლებიც ამჟამად გემებზე იმყოფებიან. დაახლოებით 20,000 მათგანი ახლა ხურეშია დაკავებული. ასევე ითხოვენ ძალისხმევას მათი გათავისუფლებისა და ამ გემების გადაადგილების თავისუფლების აღსადგენად. საინტერესოა, ზოგი ქვეყანა არ უჭერს მხარს აშშ-ს და ისრაელის ომს ირანთან, მაგრამ გმობს ირანს საპასუხო ქმედებისთვის. მას შემდეგ, რაც საზღვაო ტრანსპორტი და გლობალური ეკონომიკა ცენტრში მოექცა, ბელგიის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს მსგავსმა ქვეყნებმა დღეს განცხადებები გააკეთეს. პატარა საზღვაო ქვეყნებს, მაგალითად ფილიპინებს, ხავთ 400,000-ზე მეტი მეზღვაური მსოფლიოში, ბრავალი სპარსეთის ყურეში. მათ დღეს დილით განცხადებაც გააკეთეს. ფაჰამები, რომლებსაც ბევრი გემი ჰყავთ რეგისტრირებული, მათგან ერთ-ერთი გასულ კვირას ირანულმა რაკეტმზიდმა ნაუმმა დაარტყა, დიდ შეშფოთებას გამოხატავენ. შეხვედრის დაწყებამდე დღის დასაწყისშივე ირანის ელჩმა ლონდონში და რუსეთის დელეგაციამ სცადეს შეხვედრის ჩაშლა. მათ პროცედურულ ხარვეზებზე მიუთითეს, მაგრამ ეს უარყვეს და შეხვედრა გაგრძელდა. გესმოდათ ანტიგუა და ბარბუდას წარმომადგენელი, რომელიც უსაფრთხო დერეფნის შექმნისა და ხომალდების ევაკუაციაზე საუბრობდა. შეიძლება ისინი წინ არ წავიდნენ, გარდა ჩარჩოზე შეთანხმებისა საკითხის განსახილველად. გაერო და დიპლომატია ნელა ვითარდება. ეს ტრამპის საზღვაო ესკორტის წინადადებისგან განსხვავდება, სადაც მას ევროპელი მოკავშირეების ჩართვა სურდა, თუმცა მათ ჯერ უარი თქვეს. დიპლომატიური მექანიზმები ნელა მუშაობს, მაგრამ არსებული რისკის გათვალისწინებით ხორმუზის სრუტეში საზღვაო ტრანსპორტირებისა და მეზღვაურებისთვის ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ პროცესი კეთილგანწყობილია, სანამ რაკეტების გაშვება გაგრძელდება და ირანი გემებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაესხმება თავს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე შეიცვალოს. E que a economia seja liberada até que os mísseis parem de voar.